ეს არის მიუღებელი ფაქტი და ყველამ უნდა დაგმოს ასეთი ფაქტი და მეორე, ეს არის გარედან თავს მოხვეული სიძულვილის გარემო, რომელიც შექმნილია მათ შორის უცხოური დაფინანსების მილიონების ჩასხმით იმისთვის, რომ წაკიდონ საზოგადოება ერთმანეთს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ის ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა. ვიცით რომ დასჯადია, რა პროცესია თვალს და რას მიიღებს საზოგადოება ამ კომისიისგან ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობის გარეშე? ვფიქრობ ეს ისტორიული პროცესია, დაგვიანებული ნიურნბერგის პროცესი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის უცხოელი მფარველების გამო დღემდე ვერ შედგა. ბოლომდე 2012 წელს, როდესაც რეჟიმი დაამარცხა ქართულმა ხალხმა, თქვენ გახსოვთ, რომ მაშინ ხელისუფლებას არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ბოლომდე მიეყვანა მართლმსაჯულება წამების სისტემის შექმნელების, კორუფციის სისტემის შექმნელების წინააღმდეგ. მაშინ და დღეს ვხედავთ, რომ დღესაც კი როგორი მფარველობა აქვს ამ პოლიტიკურ ჯგუფს იმ ჯგუფისგან, რომელსაც დღეს უკვე ღიად დაერქვა სახელი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, როგორც Deep State, როგორი მფარველობა აქვს დღეს და მაშინ წარმოგიდგენიათ, რა შესაძლებლობა ჰქონდა ახალ ხელისუფლებას, უფრო ნაკლები ამ მხრივ და რამხელა გავლენა ჰქონდა იმ უცხოურ ძალებს, რომ არ დაეშვათ მათი მფარველობის ქვეშ მყოფი მართლაც აგენტების გასამართლება. ამიტომ დაგვიანებით, მაგრამ შედგება ახლა ნიურნბერგის პროცესი, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც დავუპირდით ჩვენს მოსახლეობას არჩევნებს. ყველა ჩვენი ნაბიჯი არის ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების ასრულება და მათ შორის ნაციონალური მოძრაობის გასამართლებაც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და ამას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში ვაკეთებთ. რაც შეეხება პირველ დღეს, უკვე პირველ დღესვე გაჟღერდა ზოგი საკითხი, რომელიც შეიძლება საზოგადოებას არც ქონდა აქამდე მოსმენილი, ზოგი საკითხი კი განაახლა ალბათ ყველამ საკუთარ მეხსიერებაში და კომისიაზე კიდევ ერთხელ დავინახეთ ჩვენ ერთი რამ, თუ რამდენად ერთის მხრივ ჩვენი მაშინდელი ხელისუფლება, როგორც დანაშაულებრივად იქცეოდა აგვისტოს ომის შემდეგ, რეალურად ჯერ საგამოძიებო კომისიამ უნდა ჩახედოს დეტალებში, მაგრამ ჩანს მინიმუმ ეს არის დანაშაულებრივი დაუდევრობა, როგორც ისინი ეპყრობოდნენ მტკიცებულებებს და შესაძლოა ამის უკან იყოს კიდევაც განზრახვა, რომ მიეჩქმალათ ზოგიერთი დანაშაული და მეორეს მხრივ წარმოეჩინათ ისე თითქოს საქართველოს სამხედროებსაც მიუწოდათ წვლილი ამა თუ იმ გადაცნომებში. და მოვისმინეთ გუშინ ჩვენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან აღწერა იმ პროცესისა, რომელიც მიდიოდა, რა დახვდა 2012 წელს ხელისუფლებას პროცესების სახით, ეს იყო ფაქტობრივად წაგებისკენ მიმავალი საქმეები, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში და რამხელა ძალისხმევა დაჭირდა, რომ შემოეტრიალებინა ეს ქართული ოცნების ხელისუფლებას და შემოეტრიალებინა კერძოდ რა, ის რომ ფაქტობრივად ჩვენი ჯარისკაცების დადანაშაულებისკენ მიდიოდა, ომის დანაშაულებისკენ მიდიოდა საქმე, როგორც ეს ჰქონდა აწყობილი ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობა სააგაში და ეს შემოატრიალა ქართულმა ოცნებამ და სრულად გამართა ყველა თითოეული ჩვენი ჯარისკაცი აგვისტოს ომის დროს და დადგინდა, რომ ომის დანაშაულებით ჩადენილი იქნა რუსეთის საჯარისო შენაერთების წარმომადგენლების მხრიდან თუ მათი მარიონეტი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მეორე, ჩვენ ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოში როგორ იყო პროცესები წასული, 3000-ზე მეტი საქმე იყო მომჩივანი იყო საქართველოს წინააღმდეგ და ესეც გაჟღერდა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო დამხმარე საქართველოს წინააღმდეგ საქმეებისა სტრასბურგში. ნუ ეს ხო სკანდალია. მაშინდელი ახალგაზრდა იურისტთა საზოგადოების წარმომადგენლები დღეს არიან პოლიტიკაში და პატრიოტიზმზე საუბრობენ. აი ეს ხალხი იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საქმის წარმოებაში. ასე რომ ამასაც რა თქმა უნდა დეტალურად შეისწავლის საგამოძიებო კომისია და დავადგინეთ მათ შორის
ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, თუ არა ყველაზე მთავარი მტკიცებულება, ეს გახდათ გახდათ ისკანდერის ასე ვთქვათ დეტალები, რომელიც იყო მტკიცებულება, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს სამხრივად შეწყვიტა საომარი მოქმედებები 10 აგვისტოს, 12 აგვისტოს უკვე წინასწარ განზრახულ მშვიდობიან ქალაქზე მოხდა ისკანდერის სროლა. და რომ არა ეს ფრაგმენტები, ამის მტკიცება იქნებოდა რთული და ეს ფრაგმენტები ასე მეგობრობით ჰქონდათ გატანებული ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. და კიდევ ერთხელ და ეს ფრაგმენტი იყო საზღვარგარეთ და ამასაც ცალკე ძალისხმევა დაჭირდა, რომ შემდეგ ეს ფრაგმენტი დაბრუნებულიყო საქართველოში. გასაგებია, რომ შეიძლება ჩვენს პარტნიორებს ჰქონდათ ინტერესი, რომ შეესწავლათ მაშინ ამ ასე ვთქვათ რაც არის მოკლედ ისკანდერის დეტალები და ამ სამხედრო მნიშვნელობით შეიძლება საინტერესო იყო, მაგრამ ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დადგენილიყო, რომ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულები იყო ჩადენილი. ამიტომ გასაკვირია საერთოდ, რომ აი ასე ყოველგვარი რაღაც მიღება-ჩაბარების აქტების დოკუმენტაციების გარეშე ასე გაიტანეს საქართველოსთან ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება და შემდეგ დაჭერდა დიდი ძალისხმევა მათ შორის ხელისუფლების მხრიდან, რომ დაერწმუნებინათ ის ინსტიტუციები, ვისაც ეს მფლობელობაში ჰქონდა, რომ დაებრუნებინათ ისკანდერის ნაწილები საქართველოში და ამან მოიტანა საბოლოო ჯამში გამარჯვება ყველა სასამართლოში, თორემ პირწმინდა წაგებული ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, ისეთ გზაზე იდგა ეს საქმეები და ეს იყო რა თქმა უნდა კიდე დამატებითი დანაშაული ქართული ხალხის წინააღმდეგ. არა, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს საზოგადოებაც საჯარო ცნობილი საკითხია, ხო? საქართველოს ხელისუფლებამ გადასცა, ვინაიდან ინტერესი იყო, როგორც ჩანს, რომ შეესწავლათ დეტალები, გადასცა ეს პრობლემა ისევ ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ ინტერესზე. გასაგებია, რომ იყო ინტერესი ისკანდერის შესწავლისა, მაგრამ ამან არ უნდა გადაწონოს შენი ერის ინტერესი, შენი თქვენ მე მგონი გუშინ არ უსმინეთ, უყურეთ, აი ამიტომ ზუსტად ამიტომ არის ეს ნიურნბერგის პროცესი, ზუსტად ამიტომ არის ეს ნიურნბერგის პროცესი საჭირო, რომ როგორც ჩანს თქვენ არ გახსოვთ და ვისაც არ ახსოვს, იმან გაიხსნას ეს ყველაფერი ხო პირველად არ გვესმის, რასთან გვაქვს საქმე, რომ ეს ისკანდერის დეტალები იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დადასტურებულიყო, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს მხარეს შეწყვეტილი ჰქონდა ცეცხლი და საომარი მოქმედებები 10 აგვისტოს უკვე 12 აგვისტოს მოხდა დაბომბვა ქალაქის, მშვიდობიანი ქალაქის ცენტრის, რაც ნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო სამიზნედ ამოღებული. ამას ეს როგორც ფაქტად იყო საჩივარშივე ჩადებული, თუმცა მტკიცებულებები არაფერი არ იყო. რუსეთის მხარე მაშინ ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი არის გამონაგონი, ფოტომასალა არსებობდა მხოლოდ და ფოტო თუ ვიდეო მასალა არსებობდა მხოლოდ და რომ ეს ყველაფერი არის მონტაჟი და სინამდვილეში არანაირი ფაქტი არ არის. და სწორედ ეს დეტალები, რომელზეც არის მისი ინდივიდუალური ნომერი მათ შორის ასახული, რომელსაც შეიძლება არის მიკვლევადობის საშუალება, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ისკანდერი, მათ შორის საიდან იქნა გასული და ასე შემდეგ, სხვადასხვა ასე ვთქვათ, მონაცემების ერთობლიობა და რაც მთავარი არის, თავად დეტალი, ასე ვთქვათ, დანაშაულის იარაღი, რაც იყო, აი ეს დანაშაულის იარაღი ჰქონდათ ესე გატანებული სხვებისთვის. გასაგებია, რომ სხვა შეიძლება ინტერესი ჰქონდა, მაგრამ ეს არის სწორედ საკითხი, ვის ინტერესებს აყენებს ხელისუფლება, სხვების ინტერესებს თუ საკუთარი ხალხის ინტერესს. და აი ესეც არის კარგი მაგალითი, როდესაც სხვების ინტერესების ხარჯზე საკუთარი ხალხის ინტერესები იწერებოდა. ხო, არა, ყველგან მოვა. აი ხა ამასობაში ერთ კითხვას უკვე უპასუხებ.
და ოპოზიციის და მათ შორის ევროკავშირის განცხადებები. და ის დიაგნოზი ну პრესხოლისა მისასალმებელია რა თქმა უნდა რომ შემშილობა შეწყვიტა და ამ დღეებმაც გამოავლინა კიდე ერთხელ ის რაც სხვათა შორის ნახეთ სხვა დროსაც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს რომ ამას სხვები იყენებენ შემდეგ იარაღად ხოლმე და მე გაუგნებული ვარ ევროკავშირის ელჩის განცხადებებით აი ამ დღეების განმავლობაში და მათ შორის გუშინაც ჰქონდა მას განცხადება რომელიც შეიძლება თქვენ იყო ჩვეულებრივ პირდაპირ წაქეზება რომ ადამიანს საერთოდ თავი დაზიანება გაეგრძელებინა. როდესაც ამას აკეთებს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ეს აჩვენებს ან მის პირად აცდენას ყოველგვარ არა თუ რაღაც ევროპულებზე, ადამიანურ ღირებულებებზე, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს მიემართა მათ შორის მზია ამაღლურისთვის მიემართა და ეთქვა რომ შეეწყვიტა შიმშილობა ნაცვლად ამისა ვნახეთ მისი მხრიდან წაქეზება რომ ადამიანს გაეგრძელებინა საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება ეს კიდევ ერთხელ აღმაშფოთებელი არის როდესაც ხედავთ ჩვენ და კიდევ ერთხელ მეორდება რომ გავიხსენოთ სააკაშვილის დროსაც ასე იყო არც ერთი ამ დღეებშიც ვამბობთ არც ერთი ვერც ერთი ელჩი ვერ გამოვიყვანეთ და ვერ ვათქმევინეთ რომ მიემართა რომ შეეწყვიტა ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება აი აქ ჩანს რომ ზოგიერთებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია და ეს თუ გახსოვთ ქალბატონ სალომეს წამოწდა კიდევაც რომ მზია ამაღლობელი არის იარაღი კარგი იარაღი მის ხელში და როგორც ჩანს ზოგიერთი უცხოელის ხელშისაც ის იარაღი იყო ამიტომ კარგია რომ შეწყვიტა მე მინდა კიდევ ერთხელ როგორც სააკაშვილის შიმშილობის დროსაც ვამბობდით ახლა კიდევ ერთხელ თქვა სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა პენიტენციური დაწესებულება ის სამინისტრო დაწესებულება სადაც ის იმყოფებოდა და ზოგადად სახელმწიფო არის პირველი გულშემატკივარი პირადად მისი ჯანმრთელობის და კარგია რომ მან შეწყვიტა შიმშილობა და ამავე დროს ალბათ მასაც ექნება საშუალება რომ გაანალიზოს ის ხალხი რომელიც შეიძლება მას ასე ვთქვათ მეგობრობას ეფიცებოდნენ სინამდვილეში რომ მას მისი იარაღად გამოყენებას ცდილობდნენ და მათ შორის არა მხოლოდ ქართველები არამედ ზოგიერთი უცხოელი რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ამ ადამიანებს საერთოდ არანაირი კეთილი განზრახვები საქართველოსთან დაკავშირებით არ აქვთ გულისხმობ იმ უცხოელებს რომლებიცგანაც უხვად იყო განცხადებები რომლებიც იყო ჩვეულებრივი წაქეზება რომ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობა კიდევ უფრო მეტად დაეზიანებინა ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი ინიცირება ამაზე მუშაობაზე და კიდევ თქვენი ოპონენტები გვახსოვს რომ გამჭვირვალობის კანონის დროს აპელირებდნენ სწორედ იმაზე რომ ამერიკული ფარა არის უკეთესი და რომ არ იყო მისი ანალოგი გამჭვირვალობის კანონის როდესაც ახლა ამ საკითხზე ვლაპარაკებით ქუშინაში შეძლოს ისინი თავს არიდნენ როგორ ფიქრობთ რატომ და რატომ შეიძლება ქვეყანას ეს კანონი რომ არსებობს ამის პარალელურად რომ გაიცნო უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს აქ ხედავთ რომ დღემდე ხალხი რომელსაც შიგნით თუ გარეთ წაკითხულიც არ აქვს ეს კანონი ცდილობენ რომ ან ასე ვთქვათ თარგმანში დააბრიონ ხოლმე ქართველები ცდილობენ რომ დააბრიონ უცხოელები რა არის შინაარსი ამ კანონისა და პირიქით უცხოელები აქეთ მერე გვიმტკიცებენ საკითხებს რაც არ წერია საერთოდ კანონში და ამიტომ ის რომ ჩვენ შევეცადეთ რომ საქართველოსთვის ყველაზე მორგებული და ასე ვთქვათ ვერსია მათ შორის ბილი ვერსია ყოფილიყო ხედავთ რომ მაინც ამას იყენებენ რომ ბუნდოვანებას ქმნიან კანონთან დაკავშირებით რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინონ ამიტომ ხომ არის ამერიკის შეერთებული შტატები მათთვის იდეალი და მისაბაძი აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატები არის მისი ფარა რომელიც 10 წლეულები მოქმედებს ის რომ გარეჩარევებისგან დაცულია ამერიკის შეერთებული შტატები ალბათ ამაში აიჩვი არავის არ ეპარება შესაბამისად ესე იგი ეფექტურად მოქმედებს ეს კანონი პირდაპირ სიტყვა-სიტყვით გადმოვიღებთ ამ კანონს
ვინმეს რაიმე პრეტენზია კანონის შინაარსთან, რაიმე მიაჩნია რაიმეში თუ რაიმე კითხვაზე ვერ ერკვევა, მიმართონ ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუ რაიმე მიაჩნიათ სამართლიანად, უსამართლოდ თუ რა შეფასებით, მიმართონ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ან თქვან მაშინ რომ ამერიკის შეერთებული შტატების სისტემა თუ რა ვიცი სტატები მიაჩნიათ მათ არადემოკრატიულად და არასამართლიანად. ამიტომ სიტყვით გადმოვიღებთ ედაონ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ადამიანს ესროლეს კვერცხები პოლიციას რეაგირება არ მოუხდია რაც არჩევს რომ ქართული ოცნების მიერ იყო დაორგანიზებული ეს ყველაფერი და რა შეიძლება ვთქვა თავდასხმასთან დაკავშირებით ეს თქვენთვის გამოხატვის თავისუფლება თქვენ რა შეგვიძლიათ ვინმე ქუჩაში და კვერცხი რო გესროლოთ პოლიციას რო რეაგირება არ ქონდეს ხო ეს ოქია რა რეაგირება გექნებოდა რა შეიძლება რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტია და მნიშვნელოვანი არის რომ ასეთ ფაქტებზე ყველას კონდეს შესაბამისი რეაგირება და მნიშვნელოვანი არის რომ ამ მხრივ ყველამ გააცნობიეროს განსაკუთრებით ეს ეხება დონორებს და ზოგიერთ ელჩს რომელიც საქართველოში თესს ზიზღის აუტანლობის განხეთქილების გარემოს ამას აკეთებენ დაფინანსებით და ევროკავშირის ელჩი ვახსენეთ წეგან და ნაცვლად იმისა რომ მორალი უკითხოს ქართულ ხალხს ევროკავშირის ელჩმა ჩემი მოლოდინი იქნებოდა რომ ის გაასაჯაროებს ევროკავშირის ყველა თითოეულ ცენტს დაფინანსებისა საქართველოში განსაკუთრებით ეს ეხება ევროპის დემოკრატიის ფონდს EED-ს რომელიც ზუსტად რადიკალიზმში ფორმის ფული ზუსტად რადიკალიზმის გაღუებაში იხარჯება, რომელიც ფული ფაქტობრივ ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებაში იხარჯება. ეს ყველაფერი მან ძალიან კარგად იცის, ცენტობით იცის და პროექტებით იცის ევროკავშირის ელჩმა, რაში იხარჯება EED-ის ფული და ის ამას არ უმხელს ქართულ ხალხს. ამიტომ მორალი თუ ვინმე თუ კი მორალზე სურს საუბარი, ჯობია ყველამ დაიწყოს საკუთარი თავიდან, უთხრას ქართულ ხალხს, რაში იხარჯება EED-ის ფული, EED-ის ფული. აი ვიცით რა, რო ჩახვალთ, რომ აი რო თუ კი გაბედავენ და გაასაჯაროებენ EED-ის დაფინანსებას საქართველოში, აი იქ ამოიკითხავთ ყველაფერს. ნახავთ მოლოტოვის კოქტეილების კამპანიას ვინ აფინანსებდა და როგორ იქნებოდა ეს სიძულვილის როგორ იქნებოდა სიძულვილის გარემო საქართველოში. ნახავთ როგორ აფინანსებდა ევროკავშირის ევროპის დემოკრატიის ფონდი პოლიტიკურ პარტიებს, რომელიც საქართველოში ზიზღის და განხეთქილების დამნერგავები არიან და აქ იქნება პასუხი, რომ ამ გარემოს ეს გარემო იქნებოდა მათ შორის უცხოური დაფინანსებით და ზუსტად ამხილა ამ კვირეებში ეს ამხილა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. შეგახსენებთ რომ პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში, რომელიც ეხება საგარეო დაფინანსების შეჩერების საკითხებს, პირდაპირ საფუძვლად წერია. საფუძვლად მისმინეთ პასუხოთ. საფუძვლად პირდაპირ წერია პრეზიდენტის აღმასრულებელ განკარგულებაში, რომ ეს საგარეო დახმარება გამოიყენებოდა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის, გამოიყენებოდა ჰარმონიული განვითარების შეზღუდვისთვის. და ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ამერიკული ფული იყო ასეთი დახარჯული და არ ვიცით ჩვენ ევროპის დემოკრატიის ფონდი სირცხვილიას მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას რო აფინანსებდა, დროას რო აფინანსებდა, რო აფინანსებს დეზინფორმაციას, ეს ყველაფერი ხო ვიცით. და რატო გვიმალავს ამას ევროკავშირის წარმომადგენლობა? ამიტომ პასუხი არის შემდეგი. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი ფაქტი და ყველამ უნდა დაგმოს ასეთი ფაქტი და მეორე, ეს გარემო, სიძულვილის გარემო შექმნილი არის გარედან თავს მოხვეული სიძულვილის გარემო, რომელიც შექმნილია მათ შორის უცხოური დაფინანსების მილიონების ჩასხმით იმისთვის, რომ წაკიდონ საზოგადოება ერთმანეთს. საჭირო როცა არსებობს სხვა კანონმდებლობა, თუნდაც სახელმწიფო დანაშაულის კუთხით და რა ითვალისწინებს, რა
კი ბატონო, აი აქეთ დავასრულებ. თქვენ თუ გინდათ მიაგნოთ სად არის სიძულვილის გარემოს წყარო, ჩახედეთ ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსებას, მიმართეთ ევროკავშირის ელჩს, რომ გაასაჯაროოს ეს დაფინანსებები, ჩახედეთ USAID-ის დაფინანსებებს, ჩახედეთ NED-ის დაფინანსებებს, ჩახედეთ სხვა აი ასეთი ცნობილი თუ უცნობი ფონდების დაფინანსებებს, რომელიც იხარჯება ზუსტად იმისთვის, რომ ეს სიძულვილის გარემო შეექმნათ. ზუსტად ეს არის, აქ არის წყარო და აქ არის სათავე საქართველოს საზოგადოებაში სიძულვილის გარემოს დათესვისა. და ეს უნდა აღიაროს. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ახლადმეულ ადმინისტრაციამ ეს აღიარა და ხედავთ ჩვენ რომ ხილება მიდის ყოველ დღე რომ რაში იხარჯებოდა ეს ფული და მე მოუწოდე კიდევაც ცოტა ხნის წინ ევროპული სხვადასხვა ფონდებს, ევროკავშირის იქნება თუ წევრი ქვეყნების ფონდებს და არიან ჩუმად, ხმას არიღებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვერავინ ვერ დაემალება ამ პასუხისმგებლობას. რაც ამ ფონდებით ფინანსდებოდა, ამის შედეგს ხედავთ სიძულვილის დათესვას, სხვათა შორის რასაც მათ შორის ქუჩაში ხედავთ, თვითონვე განან შემდეგ ხოლმე და ამას ძალიან დიდად აპიარებენ, ამაზე მე არაერთხელ მქონდა თავადაც განცხადება, როდესაც უყურეთ, იცი სად არის მიზეზები ამ სიძულვილის გარემოს შექმნისა? ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟურნალისტი, რომ დადებს საჯაროდ 84 ტყვიაო მოღალატე EPSO და ამაზე რომ ევროკავშირის ელჩს არ აქვს რეაგირება, აი აქ არის მიზეზი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფექტ-ჩეკის თანამშრომელი რომ მიუვარდება პარლამენტის წევრს და მასზე ვერბალურად ძალადობს და ამაზე რეაგირება არ აქვს ევროკავშირის ელჩს, აქ არის ამ სიძულვილის გარემოს საფუძველი. აი ესეთი ბევრი მაგალითი, რომელიც პირდაპირ იყო წაქეზება სიძულვილის გარემოს შექმნისა. რაც შეეხება ფაქტს, კიდევ ერთხელ გითხარით, რომ რა თქმა უნდა, ხა აქ რა გითხოთ. კიდევ ერთხელ, ყველა დონორი ვადებულია გაემიჯნოს, ყველა დონორი, ამიტომ უნდა გაემიჯნოს სიძულვილის კამპანიის მწარმოებელ ორგანიზაციებს. და ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები, ვინც სიძულვილის გარემოს ქმნიან, დაფინანსებული არიან სხვადასხვა უცხოური ფონდებიდან და მიუღებელია. ამას რზენია, როდესაც დონორები, რომლებიც აფინანსებენ სიძულვილის გარემოს შექმნილ ორგანიზაციებს, ამაზე ზდუმან და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირად მიმითითებია მე არაერთხელ იმალებიან და ამაზე პასუხს არცემენ. ამიტომ რა თქმა უნდა, თითოეული შემთხვევა, რომელიც იქნება სიძულვილის გარემოს შემქმნელი, რომლის უკანაც ჩვენ ვნახავთ დონორებს, დამფინანსებლებს, თითოეულ ასეთ შემთხვევას ვამხელთ. აბა, გამიმეორეთ. ემატება სისხლის სამართლის კოდექს ხალატის მუხლი, რატომ გახდა საჭირო ამ მუხლის გახსნა და რას გაითვალისწინებს, რას არჩევს ეს გადამშრალ ხალატის მუხლის ინიციატორი ამ მუხლის სამუხების იყო გიგა ბლოკერია, რომელიც ემატების გარეთში წერს ფაქტი, რომ მასა ფოლკლორაციული ხასიათი და არის სამართლებრივი. ეს რამდენად არის სამართლებრივი ნონსენსი, ეს რომელსაც საჭიროა შეფერება. უბრალოდ ყოველთვის ჩვენ გვესმოდეს, რომ სისხლის სამართალი დანაშაული მისი სანქცირება დანაშაულის არის არა მხოლოდ რაღაც წლებში, ჯარიმაში თუ სხვა ასეთ სანქციაში გამოხატული სასჯელი, არამედ ეს ამავე დროს არის საზოგადოებრივი მხრიდან გაკიცხვა ქმედებისა როგორც დანაშაულისა. და რა თქმა უნდა, ქმედებას უნდა ერქვას თავისი სახელი და არ უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ დანაშაულის სათაურით და დასახელებით, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, ასე ვთქვათ, მისი დაკნინება, მნიშვნელობის დაკნინება. ის რაც არის სამშობლოს ღალატი, არის სამშობლოს ღალატი. და ამის ჩამოყვანა რაღაც ტექნიკურ ტერმინებამდე
ზუსტად ეს იყო განზრახვა მაშინაც, რომ ეს ყოფილიყო რიგითი დანაშაული, რომელიც შეიძლება რაღაც უდრიდეს ცოტა სხვა დანაშაულებს, რომელიც შეიძლება ყოფით გარემოში მოხდეს. ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაულები, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და სამშობლოს ღალატს უნდა ერქვას სამშობლოს ღალატი და არა რაღაც სხვა ისეთი ტექნიკური დასახელებები. ზუსტად ეს უნდათ მაშინ რომ გაექროთ, რომ მისი სიმძიმე დანაშაულისა მნიშვნელობა და ასევე საზოგადოების მხრიდან ამ დანაშაულის გაკიცხვის ასე ვთქვათ მნიშვნელობა სიმძიმე თუ მასშტაბი შეემცირებინათ და გაეყვანათ რაღაც ტექნიკურ დანაშაულის დონემდე. სწორედ ამიტომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი, ის რაც არის სამშობლოს ღალატი, უნდა იყოს არა უბრალოდ ჩაშლილი სხვადასხვა დანაშაულის შემადგენლობაში, რომელშიც მე საზოგადოებას ჩაკარგავ, არამედ ადამიანმა საზოგადოებამ ის რაც ჩვენ სამშობლოს ინტერესების ღალატი არის, ამას უნდა დაერქვას პირდაპირ სამშობლოს ღალატის სახელი. ძლიერი და არ არის სუსტი და ეს გავლენები უნდა აღადგინოს საქართველოს, რომ ამ პუნქტით მან ასე ვთქვა, რომ საქართველოს ევროპისთვის არის ახლა მთავარი ბრძოლის გვერდი. რას ნიშნავს, რატომ ჭირდება ახლა ევროპას, რომ გავლენა მოიპოვოს საქართველოს? ვერ გეტყვი ხა ძალიან ძალიან ბევრი გზაბნეული ადამიანი არის შემოჩეული საქართველოს უცხოეთიდან და ასე ვთქვა თავის სერვისებს თავაზობს სხვადასხვა დამკვეთს. თქვენ მიზეც ბრძანეთ ახლა თუ არ ვწდები? კი ბატონო, კი. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივად ზის ხელფასზე და ასე ვთქვათ მისი დავალება ჩვეულებრივად რაღაც გრძელძელი ასეთი ტექსტების წერა, ქართველი ხალხის ლანძღვა, ბევრი ყავს შემოჩეული, ზოგი უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრი არის ასეთ შემოჩეული ქართველებზე, გლანძღავენ, ეკლესიას გვილანძღავენ, მოდიან მიტინგებს გვიტარებენ მინისტრები, ასე შემდეგ. ეს ასეთი ქცევა რო ახასიათებს ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს, იმიტომაც აღმოჩნდნენ ახლა ისეთ მდგომარეობაში, როგორიც აღმოჩნდნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ სერიოზულ საქმეებს სერიოზული ხალხი უნდა წყვეტდეს და ის ვინც არის ასე ვთქვათ მხოლოდ რაღაც აგითხრათ თავქარიანი ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი სერიოზული საქმეები არ უნდა იყოს და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით, რომ ესეც ცხადად გამოჩნდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ბევრი ასეთი თავქარიანი ევროპელი პოლიტიკოსი იყო შემოჩეული დღემდეა ზოგიერთი შემოჩეული საქართველოს, ესე იგი არ მოვლენა არ ხდება საქართველოში, რომ მათი ღრმა და არაკომპეტენტური აზრი მოგვახსენონ ხოლმე სხვადასხვა განცხადების სახით, დღე გამოშვებით ხან რომელ ტელევიზიას ერთვებიან, ხან რომელს არამკითხე მოამბებით ეჩრებიან ქართული საზოგადოების ცხოვრებაში, ჩვენ მათ არ ვაწუხებთ, მათ საზოგადოების ცხოვრებაში ჩვენ არ ვერევით. ეს არის სუვერენიტეტის პატივისცემა. ამიტომ ყველამ უნდა პატივისცეს ჩვენ სუვერენიტეტს. სხვათა შორის აი ამ დღეებში, როგორც იცით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული არჩევნები იმართებოდა. ნახეთ ჩვენ ბევრი განცხადება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უწევდა ხარს და არ აღიარებს, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ მე სხვა დროსაც მithავს და აქაც მინდა ყველა აი ამ უწყებას უცხოურს შევახსენო. იმ წინადადებას, რასაც წერენ, დაუფიქრდნენ რამდენად გულწრფელი არიან ამ წინადადებაში იმ სეგმენტში, რასაც ქვია სუვერენიტეტის პატივისცემა. იმიტომ რასაც ზოგიერთი ხელისუფლება უცხოური დღეს აკეთებს, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობა. პირდაპირ ხელების ფათური ჩვენს პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხალხი რომელსაც მართლაც და არაფერი ხაჭაპურის იქით საქართველოს შესახებ არ იცის, ზოგი შორიდან ტექსტებით გველაპარაკება, ზოგი აქ ჩამოდის და მიტინგზე დგება და რატომღაც თავს უფლებას აძლევს, რომ ჩაერიოს უცხო ქვეყნის, უცხო საზოგადოების ცხოვრებაში.
კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი არ კადრულობს იმას, რომ ჩაერიოს ესტონელი ხალხის თუ ლიეტუველის თუ ჩეხი ხალხის შიდა საზოგადოებრივ საკითხებში თუ პოლიტიკაში. ამიტომ ნურც ამ ქვეყნების ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ჩაერევა ჩვენს ცხოვრებაში. ეხლა რა ვიცი, დათათუაშხიას ციტირებას ვერ მოვახდე, მაგრამ მაინც თუ აინტერესებთ, შეუძლიათ გადაიკითხონ.